ირაკლი, რა ქენი? ო, ასე პატარას რა დამოწე. ეხლა ჩვენ ექსპერიმენტალურ ტექნოლოგიას ვნერგავთ. ძირითადად არის ხოლმე, რომ საქარებინას აკრავენ ძალიან იწუწება სალონი და ვაფენთ ხოლმე მიკროფიბრებს, რომ შეიწოვოს წყალი. ეს მიკროფიბრა რო წყალს შეიწოვოს, ხო დასრულდება ეხლა და ტესტავთ ესეთ ტექნოლოგიას. ქვევით დავაფენთ მასალას, რომ წყალი ვერ გაატაროს მიკროფიბრებს, ზემოდან დავამატებთ მიკროფიბრას და ვიქნებით ორმაგად დაცულებით. ნახოთ რა გამოვა. იმედია ირაკლი ხარ ჩემს საქარებინას არ ხაზავს. ირაკლი დაზღვევა მაგას არანაზღაურებს იცოდე. ეს არის სტეკის next სერია. სტეკის დაბურას ქვია ლუნარი, ანუ ლუნარი ხაზია, ხშირად ამბობენ ლუნარი, ხშირად ამბობენ სტეკს, მოკლედ ორივე სწორია და ჩვენ ვხმარობთ next სერიას. next სერია არის ყველაზე პრემიალური ფირი, რაც კი შეიძლება სამყაროში არსებობდეს და ძალიან ძვირია. ამიტომაც მხოლოდ საქარებინის ანუ საქარებინის შიგნიდან დამცავად ჩამოვიტანე. ეხლა რო აგისლა შიგნიდან დამცავი რას ნიშნავს? სალონი რო დაიცვას 15%-იანი დაბურვა ჩამოვიტანეთ, იმიტომ რომ სტეკის smart სერიას ხმარობთ, პრემიუმ კლასის ფირს ხმარობთ, ჩვენ შუშების დასაბურად და სხვებთან შედარებით ძალიან ძვირია და next სერია smart სერიაზე კიდე 50% ძვირია. ამიტომ ეხლა ასეთი მანქანის დაბურვაში საქარებინიანა 1900 ლარი ღირს ჩვენთან სერვისი smart-ი და ეხლა წარმოიდგინეთ next-ით რა ეღირება ეხლა. ამ ამაზეც დიდი დავით არაბაა ხოლმე, როცა რეკლამას ვაკეთებ, ძალიან გლანძღავენ ხოლმე. რა ვქნა ეგრე. ეხლა წარმოიდგინეთ 50%-ზე გავაძირო და next-ის რეკლამა გავაკეთოთ, რას გიზავენ. ამიტომაც არ ვაკეთებ next-ი არ ჩამოგვაქვს. საერთოდ მხოლოდ ჩამოვიტანეთ 15%-იანი დაბურვა და 85%-იანი გამჭრელობა საქარებინისთვის. ნახეთ როგორი ღია ფირია, მაგასაც გაჩვენებთ ხა, აი. შეხედეთ როგორი გამჭვირვალეა. ეხლა გაჩვენებთ რა მოყვება მოკლედ შეფუთვაში ამ ფირს გავხსნათ. აი ეს მოყვება რომ მანქანას დააკარითო. იმიტომ რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში იციან რომ ლუნარი არის წარმატებული ბრენდი დაბურვაში და კანონის თანახმად შეგვიძლია დავუშვათ პატრულმა ხა გეგრუდის იქნება საქართველოში რომ სტიკერს დაუჯერებენ, მაგრამ ამერიკაში, კორეაში და განვითარების მაღალ საფეხურზე მყოფ ქვეყანაში იციან რომ ამას ტყუილ არ აკრავენ და როცა დააკრავენ ნიშნავს რომ კანონის თანახმად არის მოკლედ ყველაფერი დაბურული და ის აღარ უჭამენ მერე პატრულ ინსპექტორები მანქანის ფლობელებს და მოყვება კიდევ ეს რა არის. ხო, მოდი ხა ერთად წავიკითხოთ ესენი რა არის. ეს არის ლუნარის next series გარანტია მისი როგორ თქვა შემადგენლობა და როგორ და რანაირად მუშაობს. მოკლედ და ინსტრუქცია გადაკვეს. მეკეთეთ ზეპიათ არ ჭირდება მას ჩახედვა. next series არის გრაფენის და ნანოკერამიკის ერთობლივი ნაზავი, რის შედეგადაც ულტრაისფერის სხივები 99% არის დაბლოკილი, 99.9% არის დაბლოკილი, ვეღარ აღწევს მზე რო გაივლის ამ დაბურვას, ვეღარ შეაღწევს შიგნით. ინფრარედი არის 92-დან 96% დაბლოკილი და TCR, ანუ Total Solar Energy Rejection-ი დაყვანილი არის 64%-მდე. ეს იცით რას ნიშნავს? ზაფხულში ნაკლებად მუშაობს კონდიციონერი, იმიტომაც არ ხურდება მანქანა, იმიტომ რომ next series ფირით არის საქარებინა დაბურული. დაბურული რა? ეს საერთოდ არ ბურავს, მაგრამ დაცული. და კიდევ ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ძვირფასი ავტომობილი ყავთ, არა ძვირფასიც, მაგრამ ძვირფასი უფრო მტკივნეული და მნიშვნელოვანი არის, თქვენი ტორპედო არ იქნება მზისგან დაზიანებული. და ეს არის უმაგრესი რაღაც, იმიტომ რომ Mercedes-ების ყველაზე ძვირფასი ტყავი რაც არის ნაპა, ძალიან ხშირად ტორპედოზე ფუჭდება, გამოყვანიდან 6 თვეში თუ ყურადღებას არ მიაქცევ. არ ჩემ მანქანას არ აქვს ნაკლები ტორპედო, მინდა გითხრათ. ტყავი არ ვიცი ნაპა არის თუ არ არის, მაგრამ ძალიან ლამაზი ტორპედო აქვს, ტყავში შეკერილი და მინდა რომ იყოს დაცული. არ მინდა რა თქმა უნდა კონდიციონერზე ზედმეტად რომ იმუშაოს, ამიტომაც აი ამ next series დაბურვას დავაკრავთ. მანამდე ხა მოდი კიდევ ერთხელ შევამოწმოთ, როგორი დაბურვა აქვს მას ქარხმულად და მე ვისაუბროთ ცოტა კანონზე. მოვიშენ გადაიღე, მოვიტან მე დაბურვის მაჩვენებელს. ეხლა აგიხსნით როგორ მუშაობს დაბურვის ფირი და რა ხდება კანონის თანახმად. კანონის თანახმად საქარებინაზე ფირის გადაკვრა არ შეიძლება.
არც გარედან არ შეიძლება თეორიულად რომ კენჭისგან დაიცვას სრულად გამჭვირვალე ფირი და არც შიგიდან არ შეიძლება, იმიტომ რომ კანონის თანახმად საქარეზე ფირის დაკვრა არ შეიძლება. ესე წერია უაზროდ კანონში. ეხლა რაც შეეხება ქარხნულ წესს. წერია რომ ქარხნულად შესაძლებელია დაბურული იქნეს საქარემინა არაუმეტეს 70%-ისა. ოღონდ ნახეთ, დაბურვა განაფირით უნდა მოხდეს, ქარხნულად ეს არ ხდება. თვითონ შუშა შეიძლება იყოს წარმოების დროს დაბურული, ანუ დამუქებული 70%-მდე გამჭვირვალობით და 30%-მდე დაბურვით. ხო და რა დავაშავეთ ადამიანებმა, იმას მაგალითად 16%-იანი დაბურვა აქვს ქარხნული. ხო და რა ვიცი, თუ სხვა შეუძლია 30-იანი კონდეს, მე რატო არ უნდა მქონდეს? რატო უნდა შევცვალო შუშა, რატო უნდა შევუკვეთო სპეც მოდელი შუშის, რომ 30%-მდე ავიყვანო დაბურვა? არა, რატომ არ შემიძლია ფირის დაკვრა? ხო და ეხლა მოდი გავზომოთ და მერე ვისაუბროთ, რომ დავადასტუროთ, რომ ქარხნულად ნამდვილად 16%-ია. აბატონო, აქ ფირი არ არის დაკრული. და არის 84%-იანი დაბურვა, შეხედეთ? ეხლა მივაკრავთ ჩვენ აი ამ 15%-იან დაბურვას და ხო ნახეთ 16%-იანი დაბურვა იყო. ეხლა ჩვენ 15%-იან დაბურვას დავაკრავთ და რა გონია თქვენ რომ ამ 16-ის 15% დაემატება? არა, გინდოძალი დაბურვა ესე არ მუშაობს. დაბურვას უკვე არსებული დამუქების 15%-მდე გაზდა შეუძლია. ანუ 16%-იან დამუქებას ეხლა ჩვენ რო დავაკრავთ ნექსერიის 85-ს, ანუ 85%-იან გამჭვირვალე ფირს და 15%-იან დამამუქებელს, ადგება და იმ 16%-ს 15% მოუმატებს. ეხლა ამ ხელა მათემატიკა თუ არ გინდათ გენაცვალეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ 20-დან 21%-მდე ან 19-დან 21%-მდე დაამუქებს. ხო და ეხლა ირაკლი მიაკრავს, ნახეთ და შევამოწმოთ. მოკლედ 16%-იანი დაბურვა ქონდა, 94%-იანი გამჭვირვალობა. ეხლა შევამოწმოთ, რას იზავს ნექსერიის 85 ნექსერია 85 ესე ქვია მოკლედ. წავედით. ვუალა. 100%-იანი შუგამტარობა, ეს აპარატი არის დაკალიბრებული, კანონის თანახმად რეგისტრირებული და გასწორებული ზუსტად ის, რაც აქვს ჩვენ საპატრულო პოლიციას. არ გავტეხოთ? ოპა. ნახეთ? გამოვდგები თუ არა გენიოსად, გადაწყვეტ 20%-იანი დაბურვა მივიღეთ. სამაგიეროდ შეხედეთ, 20%-იანი დაბურვა მივიღეთ, ანუ 16 წურ რაღაც 4% დავამატეთ დაბურვა. 30-ს არ გავწდით, მაგრამ კანონი თეორიულად დავარღვიეთ, იმიტომ რომ არ შეიძლება ფირის დაკვრა გვეუბნება კანონი. ქარხნულად თუ კაცო, ბევრი ფული თუ გაქვთ 30% კი ბატონო, მაგრამ თუ ღია შუშა მოყვა თქვენ მაგანასო, ფირი საერთოდ არ დააკრათ. ხო და აგერ ბატონო, ჩემი ნომერი. თუ ფიქრობთ, ჩემო ძვირფასო პატრულ ინსპექტორებო, რომ ეს კანონი არის სამართლიანი და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ფირით ესე 20%-მდე დავაბუროთ. რა ვიცი, დამაჯანიმეთ, მე ამას გავასაჩივრებ, ჯერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ხოლო თუ უარი მომივა, მე რა თქმა უნდა სასამართლოში და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ საქართველოში, რამდენად არის სამართლიანი ეს წესი და მოსამართლე ვის მხარეს დაიჭერს. ჩემი როგორც ადამიანს, რომელიც იცავს თავის ინტერიერს და არ არღვევს კანონს, იმიტომ რომ კანონში 30%-იანი დაბურვა ქარხნულზე მაინც წერია, თუ დავუშვათ თქვენი, როცა დაწერა თქვენმა შერჩეულმა კომისიამ დააწერინა პარლამენტს, რომ ფირით დაბურვა არ შეიძლება საქარე მინის. წავედით ახლა გადავაკრათ დაბურვა. ეხლა ძალიან რთულია საქარე მინის გადაკვრა ზოგადად, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ახლა ამ ხელა ფირი უნდა გაშალო ხელი დაიჭირო მიადო ის რომ მტერი არ ჩაყვეს და ბუშტები არ ჩაყვეს. სხვათა შორის ნექსერიას ისევე როგორც სტეკის ყველა დაბურვის ფირს აქვს სამუდამო გარანტია, რომელსაც ქვია lifetime warranty. არასოდეს არ ჩერდება ეს გარანტია და მისდევს საქარე შუშის სიცოცხლის ბოლომდე. მე ვიღაცები კი იძახით რომ არის ეს ამდენი გარანტიაო და ეს რისთვის არის ცით? ძირითადად არის იმისთვის რომ როცა უკანა შუშებზე, აი უკანა საქარემინაზე და უკანა საქარემინების გვერდით როცა მანქანას აქვს სპირალები, იმაზე ერთხელ რო დააკრავ ფირს, იმის მოხსნა არ შეიძლება, იმიტომ რომ დიდი შანსია რომ სპირალი გაფუჭდეს. ხო და სამუდამო გარანტია იცით რას ნიშნავს? სამუდამო გარანტია ნიშნავს იმას, რომ ძალიან ხშირად თქვენ ქუჩაში შეხვდებით, უკანა საქარემინას დაბურორე, დაბუშტულია, ბუშტები აქვს ესეთი ბევრი რა, და ხა ბუშტი რო გაუჩნდება, დაბალი ხარისხის პისტოლეს სტეკს არ უჩნდება და ამიტომ აქვს სამუდამო გარანტია, მომხმარებელს უნდა შეცვლა. ხო და ვერ შეცვლის, იმიტომ რომ სპირალი გაუფუჭდება. რჩება არჩევანის წინაშე დგება რა, ან სპირალი უნდა გააფუჭოს, ან კიდე დაბურვა. ამიტომაც სტეკმა მიცა მას სამუდამო გარანტია. თუ ოდესმე დააკრათ, მოსახსნელი აღარასდროს აღარ იქნება და სპირალიც არასდროს არ გაგიფუჭდებათ. ირაკლი, რა ქენი? ხო. ასე პატარას რა დამოჭერე? შეგიტყო ვატები თან. შემეშინ, როდიში, რაგძე? მეც კი რას აკეთებს თუ?
ეხლა არ მგონია გადაკვრის კადრები თქვენთვის დიდად საინტერესო იყოს, ცოტას გაგესაუბრებით კიდე. ფენის დახმარებით ხდება ფორმის მიცემა დაბურის პირზე. რომ ეს არის იდეალურად სწორი ხდებით, ხა G-კლასი არ არის, რომ კარგი მინა ქონდეს ან დეფენდერი. კვერცხისებური ფორმა აქვს, ხო და ჭირდება უნდა ინგლისურად ქვია burning. ანუ უნდა დაიწვას ისე რომ არ დაიწვას თან და ტექნიკური შეფერხება გვაქვს. აღმოიფხრა ტექნიკური შეფერხება, მაგრამ არ მახსოვს სად ვიყავით. მოკლედ, ფენით უნდა გამოვწვათ თუ დავწვათ ფირი ისე რომ მართლა არ დავწვათ, მივცეთ ფორმა და მე გავაკრათ შიგნიდან, ასე რომ დაგებრუნდებით ცოტა ხანში, ეს დიდად საინტერესო არ იქნება თქვენთვის. ეხლა ირაკლი დაასრულა გაწმენდითი სამუშაოები, შიგნიდან გაწმენდილია საქარემინა და უნდა მიაკრას ეს ვითომ დაბურვა რა, 15%-მდეც რო ვერ ბურავს, ქარხნულ დაბურვას. მტერი რო შევიდეს გამოკეტილია, იგუდება ეხლა შიგნით უეჭველი, იმიტომ რომ კარის გამოღება არ შეიძლება, უკეთესი კადრის გადაღება გვინდოდა, მაგრამ ეხლა კარი რო გამოვღო, დაგვაბრალებს ჩვენ მოკლედ რომ მტერი შემყვა, ასე რომ გაიგუდოს შიგნით ჯობია და მტერი არ ქონდეს, ვიდრე კარგი კადრები ავიღოთ. მოდი ახლო დანაჩვენე და გამოჩნდება მოკლედ. საკმაოდ შრომატევადი და რთული საქმეა საქარემინის დაბურვა რა. ირაკლის ამბავი არ ვიცი, მაგრამ თბილისში ჩვენი სპეციალისტი ირდება ხოლმე რომ საღამოს გააკეთოს ეს, იმიტომ რომ ძალიან დაღლილია ხოლმე და საღამობით დაბრული ხშირად მე თქვენ რომ მაცვლებინებთო, იმიტომ რომ არ მოგწოთ და მტერი შემდისო. ამიტომაც დილით ურჩევნია ხოლმე გაკეთება. აქედან მახსოვს რომ რთული რამეა, ხედავთ ხო, ეხლა ამ სიგანეზე მარტომ უნდა გაშალო ფირი იმ გამოკეტილ მანქანაში. ეხლა ღმერთის წყალობით ნორმალური ტემპერატურაა, თუმცა ირაკლის აქ უნდა არის რომ აგვისტოშიც გააკეთოს ეს და აგვისტოში ნამეტანი რთულია. აი ნახეთ, ნელა როგორ მიიწევს ფირი ტორპედოსკენ და ეს ზღვარი უნდა ჩაფაროს, ეს შავი ზოლი რო აქვს, ეს უნდა ჩაფაროს. რომ გამოვიდეს ერთ ფერში და არ იყოს ჭრელი და არ ეტყობოდეს ფირის ზღვარი. მე თუ შევხვდა ბოროტი პატრული, ესე თითს აიღებს, შეყოფს საქარემინაში და დაუწყებს აი ამ ზღვარ ძებნას ესე რა და თუ მოიდობ ჭხილი, ეგრევე ფირია დაკროლნა და გაჯარიმო ვიტყვია. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ არ ცდება 30%-იან დადგენილ ზღვარს. მართალია ქარხნულს და არა დაბურვისას, მაგრამ მაინც მე დიდი იმედი მაქვს არ დამაჯარიმებენ, თუ დამაჯარიმებენ, ერთად ნახავთ ყველა, მოკლედ მე როგორ განვითარდება მოვლენები. ისე ხო სამართლიანი ხა თუ ქართული დამუქება უნდა იყოს 30% ფირითაც რო იყოს რა უჭირს. აჰა, ფირი მიდებულია, ხა დაიწყებს დასქვიჯვას, ქართულად ქვია დაპრესვა. რო გამოდევნოს ეს წყალი, შამპუნი, რომელიც ისხმული აქვს, რათა ისრიალოს ფირმა. დამუქების პროცესი. რეალურად კიდევ ერთხელ გეტყვი, რომ მე როგორც დამცავი ისე მინდა გამოვიყენო ეს ფირი, დანარჩენი და კიდე თუ რა თქმა უნდა დავნერგავთ იმედია რომ ჩემზე არ გაკეთდება ეს პრაქტიკა, მაგრამ მაინც ეხლა მზადვარმე, თუ პატული გადაწყვეტს რომ დასაჯარიმებელი არის ეს ავტომობილი, იმიტომ რომ 20% აქვს დამუქებული ფირით საქარემინა, რეალურად ფირით 4% აქვს, დანარჩენი 16 თავისია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კანონით 30% მხოლოდ ქარხნული დამუქება შეიძლება. მოკლედ თუ დამაჯერებს პატრული, აუცილებლად საქმე მოხდება სასამართლოში და მე მოსამართლემ გადაწყვიტოს, შეიძლება თუ არა 20%-ით იყოს დამუქებული ავტომობილის საქარემინა.
რეალურად 4%-ით ფირის გამო და 16 თავისი აქვს. ხო რა, ეს იყო და ეს ამასობაში გეტყვით, რომ ჩვენი ვიდეოების წარმოდგენია და ჩვენი გენერალური სპონსორია, არხის სპონსორია Slebet.G. ითამაშეთ დედის კვლამდე. თუ გნებავთ თქვენი გონებაც ისეთივე დაბურული იყოს, როგორც ამ მანკანის საქარე მინა და ასევე გვერდით აშუშები და გადაგებინდოთ ყველაფერი წარსული აწყო და მომავალი, აუცილებლად ითამაშეთ Slebet.G-ზე დედის კვლამდე.